არის პირის ღრუ. ესაა პირის ღრუ, ეს არის იმპლანტი. იმპლანტზე გაიკეთებთ multi-units, როგორც ამ მოდელზეა და მე აქედან უკვე ან ვიკეთებთ ამას, აი ესეთ გაკეთდება და ზემოდან ტყბილი დამაგრდება, ან ვიკეთებთ აი ამას. რა ქვია, აი ესეთ რაღაცას, რაზეც ზემოდან ტყბილი დამაგრდება. ოღონდ რომელი ორივე ესეც და ესეც ფასი ჩვენ შემთხვევაში სხვაობა არ არის. ახლა მე ტექნოლოგიურად რა როგორ მზადდება ვერ გეტყვით და არ ვიცი ექიმი რა ფასს როგორ გეტყვით, მაგრამ ორივე არის ერთნაირი ხარისხი და ორივეთი მიიღწევა ერთნაირი შედეგი. ოკეი, მე დადგა ეს. ტექნოლოგია რა არის? ამას უკვე ექიმი და ლაბორატორია წვეთს, ფასებიც ექიმა და ლაბორატორია მისის ვერ გეუბნებით, როგორც ჩემი კუთხით ორივე პროცესებს საუბრობთ. ხო, პროცესი გვაინტერესებს. პროცესი, ანუ გაიკეთეთ იმპლანტი და გაქვთ, მე ეკეთებთ აუცილებლად multi-units და ნახე ესეც როგორ დგას ეს ჩათვალეთ გრძილი არის თქვენი რა, ნუ პირობითად. იმ ზომაზე ეს ინდივიდუალურად ვარჩევთ სიმაღლე, სიგანე და ხრილობა და მე უკვე ეს რო გაგვიკეთდება, ან მაგრდება აი ეს და აქ მზადდება კბილი, ან მაგრდება აი ეს პლასტიკი, ან ერთი ან მეორე. ორივეთი ერთი და იგივე შედეგია, უბრალოდ რომელსაც ექიმი აირჩევს, ეგ გააჩნია თქვენ როგორ კონსტრუქციას შეარჩევთ. რა ვიცი, ცირკონია ესა, ის არის გადაბული კბილები, ცალსაკი კბილები, ბევრი ნიუანსი, ეგ უკვე ძალიან კლინიკურია და მაგას ექიმი გეუბნება. ხო და მაგ ნიუანსებიდან გამომდინარეობს მორგება აბატმენტების. შესაბამისი რა. multi-unit-ით თვითონ კი აბატმენტია, მაგრამ multi-unit კიდე ჭირდება. ხო, დამატებით აბატმენტი. პირდაპირ multi-unit-ზე ხო არ დგება კბილი. ეს აირჩევა, ან აი ესეთია გახლავთ. ან ესეთი. ეს ხა საჩვენებელი ვერსიებია ბუნებრივად, რასაც ექიმი მეტყვის, მე გავუხსნელ შეფუთოს. და ეს არის ესე იგი უკვე ბოლო შედეგი, ხო? ჩამდგარია აქ multi-unit-ები ჩაყენებულია, უფრო სწორედ პირველი იმპლანტი, შემდეგ multi-unit-ი ჯდება, მე რაღაც ტიპის აბატმენტია დამაგრებული. კბილი და ნახეთ აქ ხომ იშურუპდება ქვემოდან. მე ეს მიმით ამოივსება რა ქვია, ბჟენით და არ შეგეტყობათ არაფერი. ოკეი, და ხო არიცით თქვენ, აი მაგალითად, აი ამ შემთხვევაში რაღაც ერთი ხიდი კეთდება, ხო? აი ზუსტად ეს არის. მე ვერ გეტყვით. ეგ უკვე ექიმმა უნდა. არა, ტექნიკურად როგორ ხდება? კბილის და აბატმენტებს შორის კიდე რაღაც მეტალი ბაზა არის? არსებობს სხვადასხვა მეთოდები. თქვენ რომელზეც შეჩერდებით, ეგ რა მეთოდები არსებობს? აი მაგალითად ეგრე ერთიანად, ეხლა თქვენ გააჩნიათ თუ კბილებსაც ჩამოიღებთ, უკვე თელი ყბა უნდა შეივსოს, თუ ნაწილობრივად აი მაგას ეგ უკვე ძალიან ექიმის ამბავი არის, რასაც გადაწყვეტავთ. არის გარკვეული სხვადასხვა, მაგრამ ბოდიში სხვადასხვა ისინი, ზოგი ეგრე აკეთებს, ზოგი არ აკეთებს, კიდე დამოკიდებულია იმაზე თქვენი თქვენი რესურსი როგორ არის, თქვენი ყბა რას გაუძლებს, როგორ გაუძლებს, ეგ ექიმა უფრო კარგად იცის. იმიტომ რომ